განაბული მიწა, მომსკვდარი ნიაღვარი, აფეთქებული კვირტები, სიმღერით ხვდებიან გაზაფხულს. კავკასიონის მოხუცდევებს რომ გამოპარვია, კაბა ყვავილებით მოურთავს და თვალებით ცისარტყელას ეთამაშება. მოგზაურობთ, ლაზად. თავის გადმოგდებით ამოდიან მიწის მკერდიდან ენძელები და იერი.
როცა მერცხლებით გამოჩნდებიან, გავიზიაროთ მერცხლების შემოფრენის პირველი დღე, როცა ისინი თავიანთ ბუდეებს ხელუხლებელსა და უბნებელს ხედავენ. ულამაზეს დროს აღნიშნავთ თითოეული ჩვენთაგანისათვის ყველაზე ძვირფას და საყვარელი ადამიანის დედის დღეს. გაზაფხული და ქალი, ორივე სიცოცხლის საწყისი, ორივე სანატრელი და საყვარელი. სწორედ ამიტომაა დაკანონებული დედის დღე გაზაფხულის დასაწყისში. იგი ხომ ყოველი ჩვენთაგანის სულშია. ეს დღე ჩვენი ძვირფასი დედების, ბებიების, დების, მეგობრების, მასწავლებლების დღეა. ჩვენი ბავშვები ლამაზი ლექსით მოულოცავენ საყვარელ დედიკოებს. გინდა მოგილოცოთ ბევრი გაზაფხული, სურვილი აღიზრდეს ნეტა, უჩქერთან უჩქვა და იები ყვავი, შესავით ლამაზი დედა, ჩვენ გვინდა იები მოგარდა საჩუქრა, შესავით გვამწი და წინა, სვასრასხოთ ამაზე უკეთეთ გვიფასო, ჩვენ შენი სიცოცხლე გვინდა. გაზაფხულის ყვავილებმა მათთვის
ქართულ სიტყვიერებაში მომძებნება სიტყვა დიდედა. დიდი დედა, ანუ ბებია. ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვინდა მოვეფეროთ ჭაღარაშერეულ ქალბატონებს, რომლებსაც თავიანთი შვილების სიყვარული შვილებზე გადმოუტანიათ და ყოველდღიურად დააცილებენ თავიანთ შვილიშვილებს, ანუ ჩვენ სახსაზრდელებს საბავშვო ბაღში და იზიარებენ მათ წყენასა თუ სიხარულს. ჩვენ გვინდა ეს სიმღერა მიუძღვნათ ბებიებს, რომელსაც ჩვენი ახსაზრდელები შემოგთავაზებენ. ბავშვებისთვის ის დღე რომელ დღესაც გვაქვს ეკვა განსაკუთრებული ზეიმია. მორბიან ბიჭები და არ შეიძლება რომ რაინდი მასწავლებლის დროს არ მიუთაყუნოთ. ასეთი დღეების შემდეგ რაინდი მასწავლებელმა აღმოაჩინა რაღაც ნიჭი.